გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვიწყებთ ჩვენ Excel-ის ინტერფეისის გაცნობას. დავიწყებთ უშუალოდ პირველივე გვერდით და ანუ უჯრებით, სვეტებით და ასე შემდეგ. შემდეგ ვიდეოებში გავაგრძელებთ ლენტაზე და ასე შემდეგ და სხვა ინტერფეისის სხვა ელემენტებზე საუბარს, ხო? ჯერ არ გვეჩქარება, ვიცნობთ Excel-ს, თუ მეგობრდებით მას. პირველ რიგში თავიდან რას დაინახავთ, აი პირველივე იქნება აი ეს უზარმაზარი სითეთრე. და მე შეამჩნევთ, ой, აქ ზემოთ ასოები არის გადანომრელი და აქეთ მარცხნივ, აი ასოები წერია და აქეთ მარცხნივ გადანომრელია სტრიქონები. ეს არის Excel-ის გვერდი. ამ გვერდზე გაატარებთ თქვენ Excel-თან მუშაობის მთელ დროს, ხო? თითოეული გვერდი დაყოფილია სტრიქონებად და სვეტებად. და თითოეული ამ სვეტისა და სტრიქონის თანაკვეთაზე იმყოფება უჯრა. ხო, მაგალითად, აი ეს უჯრა არის F სვეტისა და მე-11 სტრიქონის თანაკვეთაზე და მაგიტო ეს უჯრა არის F11 უჯრა. სვეტების ნუმერაცია მიდის საკმაოდ შორს, ხო? ანუ A, B, C, D, E, ანუ როცა ინგლისური ანბანი გათავდება Z-ზე. მე 200-იანი ანბანი იწყება AA, AB, AC და ასე შემდეგ. 200-იანი რო დამთავრდება 300-იანი იწყება და ასე აგრძელებს სადამდე მივალთ ცოტა ხანში განახებთ. ახლა პირველ რიგში უფრო ახლოს რო გაჩვენოთ ამ ეს უჯრები მინდა მიგაახლოთ, ან მინდა მივაზუმო ამ გვერდზე, იმიტომ რომ მე შედარებით დიდი ეკრანი მაქვს აქ და ძალიან პატარა ზომაზე ჩანს ეს უჯრები. ამ თუ მიზეზისთვის თქვენ თუ გინდათ Excel-ზე მიახლოთ ან გამოხვიდეთ Excel-დან, უნდა შეცვალოთ ამ გვერდის ზუმი. გვერდის ზუმის შეცვლა ხდება აი თქვენი Excel ფარჩნის ქვედა მარჯვენა კუთხეში, რასაც ახლა ჩემი სახე ეფარება. აი ახლა გავწიოთ. აი ახლა რა შეამჩნიოთ? აი აქეთ მარჯვნივ ქვედა კუთხეში, დაჟე კომპიუტერის ზუმის გამოვიყენოთ. აი აქეთ ქვემოთ არის აი ეს ზუმის ხაზი და აქეთ პატარა 100% წერია. ხო? თქვენ შეგიძლიათ ან zoom out ამ ღილაკს დააჭიროთ და გამოიწევა ასე ვთქვათ კამერა, ისე გვერდიდან და უფრო მეტ უჯრას დაინახავთ ერთდროულად, ან პირიქით ჩვენ რის გაკეთებაც გვინდა, არის მივაახლოთ Excel-ს და ამ პლუსზე დაჭერით ან ამ სათრევის ასე ვთქვათ ამ ხაზზე მაუსის გადაადგილებით შეგვიძლია უფრო დავაზუსტოთ ზუმი. ასევე შეგიძლიათ ამ 100%-იანს უშუალოდ აი ამ 100-იანზე დააჭიროთ და ამ პანჯერაზე გამოხდება ეს სტანდარტული რაც არჩევები მაგალითად გამივარმაგე ორჯერ უფრო დიდი გამიკეთე უჯრები ან პირიქით დამიპატარავე. შეგიძლიათ ასე გააკეთოთ ეს. აირჩიოთ 200% და მიაზუმებს საკმაოდ ახლოს. ან ახლა თუ ცოტა უფრო მოქნილები ხართ კლავიატურის გამოყენებაში, კლავიატურაზე რო დააჭიროთ Ctrl ღილაკს და გეჭიროთ Ctrl ღილაკზე. სანამ გიჭავს Ctrl ღილაკზე მაუსის ეს ბურთულა რო ათამაშოთ, scroll up, zoom in, scroll down, zoom out. და ასე შეგიძლიათ მაგალითად სვალოთ ზუმი. ჩვენ 200%-ზე დავრჩებით, მე მგონი გვეყოფა. და ცოტა მისაღებად დაინახავთ ამ ჩვენ გვერდს. ეს რაც ეხება ზუმს. ახლა უშუალოდ უჯრები. რაც შეეხება სვეტებს და სტრიქონებს. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრ სვეტზე და სტრიქონზე წვდომა. რეალობაში თქვენ ფრაზას უჯრები გამითავდა დიდი ალბათობით არასოდეს არ გამოთქვათ. თუმცა რაღაცების კეთებისას შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მეტი სტრიქონი, მაგრამ იქითკენ ჩვენ არ მივდივართ. ერთ გვერდზე, Excel-ის გვერდზე არის მილიონი სტრიქონი. უშუალოდ ჩვენ რო
კონტროლზე და ქვედა ისარზე დაჭერით. სუსუ ბოლოში ჩავხდეთ კონტროლი და ქვედა ისარი. დავინახავთ ამ ცხრილს, ან მე შემიძლია ფორმულით დავწერო. ამ ფუნქციებს მე თანდათან ნახავთ, მაგრამ count blank ფუნქცია მთელ ამ switch-ში დამითვლის სარეალ უჯრებს, ანუ ამ შემთხვევაში ყველა უჯრას და ეს არის 1,48,576. საინტერესოა, რატო მაინც ასეთი ნომერი, რატო არა ზუსტად მილიონი, ხო? ეს იმიტომ რომ Excel-ში და ზოგადად კომპიუტერებში ორის ხარისხებს შეხვდები ძალიან ხშირად. ხო? ეს არის ორის ხარისხი. კერძოდ ეს არის 2/40 ხარისხად. და მაგიტო არის მაინც აი ეს რიცხვი რა, პროგრამულ ენაზე ამ რიცხვის შენახვა ისევე ადვილია როგორც 1 მილიონის რა თუ არ ვწდები, ამიტომ ბარე მოდნა 48,000 ტრიქონი გვაჩქეს. ძველ Excel-ებში ეს არის 2016-მდე თუ 12 წლის ვერსიამდე არ მახსოვს, საკმაოდ ძველ Excel-ებში. ჩვენ გვაქვს 2/16 ხარისხში, ანუ 65,000 ტრიქონი. ან ძველ Excel-ებში ფაილების დასახელება Excel S-ზე თუ მთავრდება, ეს ნიშნავს ძველი ფორმატის Excel-ს. იქ არის 65,000 ტრიქონი. ახალ Excel-ებში, ანუ Excel SX-ზე რა დაბულებას თავდება. ახალ Excel-ში გვაქვს მილიონის ტრიქონი. სვეტები გვაქვს ასევე ძალიან ბევრი, ანუ ჩვენ რო ვახსენეთ, რომ 200-ზე რო გადადის, მერე 300-ზე გადადის და ასე შემდეგ, სუსუ ბოლოში აი მაგალითად უცებ. ზეცეთ 2Z-ის შემდეგ მერე 3A, AAB, AAC და ასე შემდეგ მიდის, სულ ბოლოში კონტროლი და მარჯვენა ის არის. სულ ბოლოში გადავხდი. ბოლო სვეტი არის XFD. რატომ აიძამეთ XFD? იმიტომ რომ ორის ხარისხი უკვე გამოიცნობდით, მაგრამ კერძოდ 16,384 ტრიქონია, რაც არის 2/14 ხარისხში. ისა ორის ხარისხია. ანუ თქვენ გაქვთ მილიონის ტრიქონი, 16,000 სვეტი და ვისაც გაინტერესებთ, ეს ორი რიცხვი შეგვიძლია ერთმანეთს გადავამრავლოთ, რომ გავიგოთ რამდენი უჯრა გაქვთ. და თქვენ გაქვთ 17 მილიონი 17 მილიარდი. 17 მილიარდი უჯრა გაქვთ. არ გაგითავდებათ, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ Excel-ის ერთი გვერდი. Excel-ზე შეიძლება Excel-ის ფაილში შეიძლება გქონდეთ 255 გვერდი, ანუ იმ გადამრავლებას აღარს დავიწყებ, მაგრამ შინაარსი არის ძალიან ბევრი უჯრა გაქვთ და თქვენი მისია არის არა შეავსოთ ეს უჯრები, არამედ ყოველს რაც შეიძლება ოპტიმალურად გამოიყენოთ. ახლა უჯრების ამ გამოყენებასთან დაკავშირებით, ხო, პირველი რაც თქვენ შეამჩნევთ არის, რომ თქვენ შეგიძლიათ სვეტის სიგანე შეცვალოთ. სვეტებზე და სტრიქონებზე ხო ვრცელდება ესეთი ფორმატირების შესაძლებლობა, რომ თქვენ არ ხართ შეზღუდული მაინც აი ამ განზომილებით. ხო, თქვენ შეგიძლია ნებისმიერი სვეტის სიგანე შეცვალოთ, აი აქ რომ მოხვიდეთ და აი ნახეთ ორ სვეტს შორის მაუსი რომ მიიტანოთ. აი აქ და მოკიდოთ ხელი და გაათრიოთ. შეგიძლიათ გაზარდოთ სვეტის სიგანე, ან დააპატარავთ სვეტის სიგანე. და იგივე არის უშუალოდ ისა სტრიქონებზეც. შემიძლია ეს სტრიქონი სიმაღლეში გავზარდო და სიგანეშიც გავზარდო, ხო? აი ამ ცვლილების განხორციელება შეგიძლიათ. ეს არ არის პროგრამული ან კომპიუტერული რაღაც ეგეთი ცვლილება, ესა სუფთა ვიზუალური, რას ნიშნავს? ეს სიმაღლე მხოლოდ ცვლის იმას, თუ როგორ გამოიყურება ეს ჩემი გვერდი. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ინფორმაციის რაოდენობას, რაც ერთ უჯრაში შემიძლია ჩავწერო. მე აი ამ უჯრაში ზუსტად იმდენი ინფორმაციის შენახვა შემიძლია, რაც აი ამ პატარა უჯრაში.
უბრალოდ გამოჩნდება სხვანაირად, ანუ გამოჩნდება ეს ჩემ წინადადება შეიძლება უცებ გაიჭრას და თვალით ბოლომდე ვერ დავინახო, თუ ვიწრო უჯრამ, ან მაგრამ უშუალოდ სხვა პროგრამული ელემენტებიდან, სხვა უჯრებიდან აქ თუ ჩავიხედები, ზუსტად იმავე ინფორმაციას ვიპოვე. ანუ თქვენ თუ ვიზუალურად არ გსიამოვნებთ ასეთი მაღალი უჯრები, შეგიძლიათ დააპატარაოთ ის. თქვენთვის ნებისმიერ სიგანეზე. მაგალითად, მე თუ არ მინდა B სვეტი ამხელა იყოს, და თუ მინდა დავაპატარაო და კომპიუტერი მეუბნება, Excel-ი მეუბნება რა იცი რა, ეს იმდენად ვიწრო უჯრა იმდენად შემივიწრო ეს სვეტიო, რომ აი ამ რიცხვს ვერ გაჩვენებო. არა პრობლემა. თორემ მე იმის მიუხედავად, რომ ამ რიცხვს ვერ ვხედავ თვალებით, სხვა უჯრა აქედან რო წამოიღებს ინფორმაციას, იმ რიცხვს სრულად დაინახავს. ამიტომ ტექნიკური მხრით, ტექნიკური კუთხით თქვენ არაფერს არ დაკარგავთ თუ მაგალითად აი ძალიან შეავიწროვეთ ეს ჩვენი სვეტი. ახლა რაც შეეხება, ანუ შევიწროებისას რიცხვები და ტექსტი სხვანაირად იქცევა. ეს ყურადღება საღები, იმიტომ რომ რიცხვი მე თუ სვეტი ძალიან დავაპატარავე და რიცხვი აღარ მეტევა, ხო? ანუ აი ასეთი დიეზების სახით გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის, რომ მე რიცხვი მაქვს უფრო დიდი, ვიდრე ეს ჩემი უჯრა ნებას მრთავს. დავწერო, ამიტომ არ გამოაჩენს. მაგრამ ტექსტი ამ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. მე აქ რო დავწერო საკმაოდ გრძელი წინადადება, მაგალითად ამ გრძელი დავწეროთ, მოდი. ნახე უცხო მოყმე ვინმე ჯდა ტირალი წყლისა პირსა მივედი და შევეკითხე რა გატირებს მეგობარო. მოდი ასე დავწეროთ. რა გატირებს მეგობარო. ვიცი არ არის ციტატა, მაგრამ ამაზე ვხუმრობთ ხოლმე კლასში. დააკვირდით რა, საკმაოდ გრძელი ტექსტი დავწერე, ხო? ანუ ეს ორი წინადადება დავწერე და აი ამ F2 უჯრაზე ჩავსვი. შეამჩნევთ, რომ Excel-მა ეს ტექსტი გამოიყვანა აქეთ გარეთ, ხო? რატო? Excel-ი ხვდება, რომ წინადადება, შენ გინდა ამ წინადადების წაკითხვა და შეხედა შეხედა ამ უჯრებს და ფიქრობს, ეს უჯრები ცარიელია. თუ ცარიელი უჯრებია, ესე იგი არ სჭირდება და მოდი გამოვაჩენ და დავანახებ ჩემ ბრძანებელს ამ თელ ტექსტს და ამიტომ ეს ტექსტი არის ასე გადმოსული ამ უჯრებზე. სიამოვნებაში ამ უჯრებში არაფერი არ წერია. ცარიელი უჯრებია და უბრალოდ ამ უჯრიდან არის გადმოსული ეს ტექსტი, აი რომ შეხედოთ. ამ უჯრაზე რო ვდგები, მისი შინაარსი აქეთ ზემო წერია, სხვა უჯრებზე არის სიცარიელი. მაგრამ ამ უჯრაში რამე რო ჩავწერო ახლა, და კა უჯრაში რამე ჩავწერე. გამარჯობა. უცებ Excel-მა დაინახა, ოპა, აქედან Excel-ი სჭირდება, აქედან უჯრები სჭირდება მას. ხო, ამიტომ აქედან გადმოსული ტექსტი მხოლოდ ამ უჯრამდე მოვა. მე თუ აქ G უჯრაში, აი ამ უჯრაში რამე დავწერო, რაც მინდა სრულად და space-ი დავწეროთ. მოდი, ტექსტი არაფერი არ შევიყვანოთ, უბრალოდ space-ი დავწერე აქ. Space-ი წერტილი მისთვის სულ ერთია, ხო? Space-ი დააფიქსირა ამ უჯრაში, ერთი space-ი წერია. всё, უჯრა გამოყენებაშია. ესე იგი, აქედან ტექსტი აქ ვეღარ გადმოიღვრება. ხო? და ესე მოიჭრება ეს ტექსტი. კიდევ ერთხელ ამის მიუხედავად თქვენ სრულ ტექსტზე გაქვთ წვდომა. ახლა თუ გინდათ ეს ტექსტი გამოაჩინოთ, შეგიძლიათ უჯრას გაუზარდოთ სიგანე და გამოჩნდება ეს ტექსტი, მაგრამ მაქვს უკვე მეორე პრობლემას ვეტაკებით, რომ აი ამ სიგანეს სვეტი არ მჭირდება, საშინელებაა, ხო? მეორე გზა არის, რომ თქვენ შეგიძლიათ გაერთიანოთ რამოდენიმე უჯრა ერთად
და იმ რამოდენიმე უჯრას დაიკავებს ეს ტექსტი. მაგალითად. მე რა ასეთი რაღაცა გავაკეთო. ჯერ ესენ წავშალე. თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ რამოდენიმე უჯრა. დავუშვათ აი ეს უჯრები შეგიძლიათ მონიშნოთ და home tab-ში დააჭიროთ merge and center ღილაკს, აი ამ ღილაკს. ამაზე დაჭერით თქვენ ამ ყველა უჯრას ერთ დიდ უჯრად გაერთიანებთ. ეს ერთი რაღაცა ხდება. ერთ რაღაცად გადაიქცევა. და ეს ახლა ტექსტს შუაში დასვავს. გრძელ ტექსტზე არ შეეტყობა ეს, მაგრამ აქ უბრალოდ რომ ქონოდა გამარჯობა. ხო? center მაგიტო ქვია, რომ ტექსტს ზუსტად შუაში დასვავს თავისას ესე ჰორიზონტალურად. მაგრამ მანდ არ დავამთავროთ, აქვე პირდაპირ ხედავთ პრობლემას, რომ მოჭრილია ორივე მხარეს. არაა საკმარისი უჯრა მონიშნული. არა პრობლემა. მე შემიძლია დამატებით, ანუ აი ეს სიმაღლე, რისთვის ხო, ანუ აი ეს სიმაღლე შემიძლია გამოვიყენო აი ამ მეორე ღილაკით. wrap text. ხო, შეკარი ტექსტი. ეს ღილაკი რას გააკეთებს? ამ უჯრაში თუ უფრო მეტი ტექსტი წერია, ვიდრე მისი სიგანე მაჩვენებინებს, Excel-ი მას აიძულებს, ასე ვთქვათ, შემდეგ სტრიქონზე გადავიდეს. და ახლა ამ wrap text-ის გარეშე ეს ერთი მოჭრილი სტრიქონი გადაიქცა ორ სტრიქონად. აი ამ wrap text-ის მეშვეობით. ახლა აქვე დავინახავ, რომ ზედმეტი, ანუ არ მჭირდებოდა 4 უჯრის 4 სვეტის 4 სტრიქონის არჩევა, ორი სტრიქონი საკმარისი იქნებოდა სრულიად. ამიტომ მე გავაუქმებ ამ merge and centers და მოვნიშნავ თავიდან ორ სტრიქონს. merge and center wrap text. აი ასე მე დავაპატარავე ამის ტექსტი, ეს ტექსტი, ანუ სიგანეში დავაპატარავე ახლა ორ სტრიქონად გავანაწილე და ეს გავაკეთე ისე, რომ სხვა უჯრების სიგანის გაფუჭება აღარ დამჭირდა. აქვე ბარემ ეს განყოფილება ბოლომდე გავიცნოთ. აი ეს სიტყვა center. მე პირადად დიდად არ მიყვარს ეს რო არის default ღილაკი, მაგრამ center ეს შუაში დასმა არის უჯრების alignment განლაგების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი არჩევანი, ერთ-ერთი ფუნქცია. Excel-ში ეს alignment არის გამოხატული აი ამ 6 უჯრით. ცოტა რომ მივაახლოვოთ ეკრანი. აი ამ 6 უჯრით. ქვედა ეს სამი ღილაკი განაგებს იმას, თუ მარჯვნივ, შუაში თუ მარცხნივ არის ეს ტექსტი მიბჯენილი, რომელ კედელზე არის მიერთებული. მაგალითად, მე რო დავაჭირო აი ამ ღილაკს, მაშინ მარცხენა კედელზე დაჯდება ტექსტის ყოველი სტრიქონი, შუა ღილაკი ზუსტად ცენტრში დასვავს და მარჯვენა ღილაკი მარჯვენა კედელზე მიაბჯენს. ხოლო ეს სამი ღილაკი იმავე საკეთებს просто ვერტიკალურად. ხო, ან თავიდან არის ეს bottom align, ანუ ქვემოთ მიბჯენა, ამიტომ მთელი ტექსტი არის ქვედა კიდეზე მიმაგრებული, მაგრამ შემიძლია ეს ავწიო შუაში, ზუსტად, ან ზუსტად ზემოთ. და ანუ აი ამ 6 ღილაკით თქვენ შეგიძლიათ ეს ტექსტი სადაც გინდათ ისე განალაგოთ. ჩემ პირადად საყვარელი კომბინაცია არის ვერტიკალურად შუაში და მარცხნივ ტექსტით. და თქვენ თუ მაინც არ მოგწონთ იცი რა, კი მინდა მარცხენა მხარეს იყოს მიბჯენილი, მაგრამ ძალიან ახლოა კიდესთან არ მომწონს ეს. ხო? ცოტა გამომაწევინე ეს ტექსტი ვახო, ხო? ამის გაკეთება თუ გინდათ, აი ეს ორი ღილაკი მაგას შვება. ესა უხეშად აბზაცის დამატება გამოკლება. ამ ღილაკს რო დააჭერთ, ტექსტი ოდნავ გამოიწევა, თუმცა აი განლაგებას არ დაკარგავს, ხო?
ხო, ანუ რომ მარცხნივარი მიბჯენილი მაინც აი აქ ერთ ვერტიკალზე იქნება და მარჯვნივად ეხილად. ცენტრი მარცხნივ. აქეთ შემილია ისევ გამოუწიო. ხედავთ? ანუ აი ეს ღილაკები არის სუფთა გამოწევის ღილაკები, რომ მაინც კიდეზე არიჯდეს ეს ჩვენი ტექსტი. და მაგის საშუალებას გვაძლევს ეს ღილაკები. და აქვე ბარემ ეს თემა შევკრათ ტექსტის ფორმატირებით. აი ამ ბოლო განყოფილებით და ამას შეგვიძლია დავამთავროთ დღევანდელი მასალა. ეხლა მე მინდა ეს ტექსტი ცოტა აქეთ მარცხნივ გამოვწიო, რომ პირდაპირ ამ ღილაკების ქვეშ ჩანდეს, რას ვაკეთებ, ხო? წინ და უკან რომ აღარ ვიხტუნაო. ამისთვის მე რას გავაკეთებ? აი ამ სვეტებს წავშლი. სვეტებს როცა შლით, ხო? ეს სვეტი აღარ დარჩება. ის გადმოვა და ასვეტის ადგილს დაიკავებს. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ანუ ამ სვეტების ეს სვეტების წაშლით მათ მარჯვნივ მთელი ინფორმაცია ასე მარცხნივ გადმოიტანოთ. ის კიდევ ერთხელ ყურადღებით იყავით იმასთან თუ რას შლით, ხო? ახლა წაშლილი ინფორმაციის დაბრუნება ანდუთი შეიძლება, ხო? ანუ აი ამ ანდუს ან კონტროლ-ზეც რო დავაჭირო, ჩემ ბოლო ქმედება გაუქმდება, ბოლო რამდენ ქმედებას. ნუ საკმაოდ ბევრ ქმედებას ინახავს Excel-ი. ამიტომ შეგიძლიათ ბოლო რამდენიმე ქმედება გააუქმოთ, მაგალითად შემთხვევით რაღაცა წაშალეთ და დაბრუნება გინდათ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს შესაძლებელი არა. ამიტომ მაინც ყურადღებით იყავით რას შლით. მე სვეტები რო წავშალო, ესე ერთ ბაშად მინდა ეს სვეტები წავშალო. ეს ასე მარცხნივ გამოიწევა. კაი. ფორმატირებას შევხედოთ და აქვე დავამთავროთ. ფორმატირება ტექსტის ფორმატირება ხდება აი აქედან, ხო? ჩვენაც გვაქვს უჯრა შერჩეული, მის შიგნით მთელი ტექსტის გამუქება, თქვა დახრა, ხაზგასმა, მაინც ორმაგი ხაზგასმა აი აქედან შემიძლია. ამ ხაზგასმებს გარდა კიდე სხვა წვრილმანი ელემენტები გაქვთ, ანუ აი ამ ღილაკს რო დააჭიროთ და ეს ფანჯარა რო გამოიკვლიოთ, კარგად. ამას შეგახედებთ ეს ფანჯარა როგორ გახსნათ, ხო? აი ამას რო დააჭიროთ და აქ ოდნავ უფრო მეტი დეტალია, რისი გამოყენება შეგიძლიათ, რა მაგალითად ხაზგასმის ფერის შეცვლა შეგიძლიათ აქ, მაგალითად. ხო, მაგრამ ისა კიდევ ერთხელ ეგეც ცოტა დაწვრილმანება და ცოტა ზემეტად შეგნით ჩასვლა არის, მაგალითად ფონტის შეცვლა და ასე შემდეგ. მაგრამ უმეტეს დროს თქვენ გაატარებთ მაინც აქ, მე მეტი არ დაგჭირდებათ. გაბოლდება, გაიტალიკება, italic, ამიტომ ქვია დახრილი ხაზგასმა აქედან. ფონტის შეცვლა შეგიძლიათ აქედან, ძალიან ბევრი ფონტი გაქვთ და თქვენ შეიძლება რომელიღაც ერთი კონკრეტული ფონტი მოგწონდეთ, ან იმ ფონტის დასმა გინდოდეთ და აქ შეგიძლიათ ეს ფონტი მოძებნოთ, ან შეგიძლიათ წერა დაიწყოთ და მაგალითად სილფაინზე მინდა წერის დასმა, დავაჭერ Enter-ს და იმ სილფაინის ფონტს შემირჩევს. ხო, ანუ 2-ის არის, მე პროსტ აქ არ მიყენია, მაგრამ 2-ის ფონტი არის, რაღაც ფონტები არის ცალკე. აქედან შეგიძლიათ ისინი შეცვალოთ. და ტექსტის ზომაში გაზრდა, ზომაში დაპატარავება, აქედან შეიძლება. ახლა რას მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. როგორც წესი, ამ უჯრას რომ მონიშნავთ, მთელი ეს ფორმატირება მთელ უჯრაზე ვრცელდება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მაგალითად ტექსტში შეხვიდეთ აქ. აქ დაკლიკეთ და ესა დააჭირეთ და ეს სიმციმარო გაჩნდეს. მონიშნოთ მაინც კონკრეტული სიტყვა და ის სიტყვა დააფორმატიროთ მაგალითად.
მინდა ეს გავაბოლდო და წყალი ამოდი გავალურჯოთ. ფერი. და მაშინ მხოლოდ თქვენ მიერ მონიშნული ტექსტის ფორმატი შეიცვლება. ახლა ამ მომენტში მე რო დავიწყო ამისი ფორმატირება ეს მთელ ტექსტზე გავრცელდება და მე არ შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი ამ ფერზე დამისვი, მაგრამ ის არ შემიცვალო. მეგარა მე თუ დავალებას ვაძლევ ამ ოჯახის ფერი შემიცვალი მთელ ოჯახზე გავრცელდება, მაგრამ ამის გაფერადების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ერთი უჯრა და კიდევ ერთხელ იმას მისცეთ თქვენი საყვარელი ფორმატი. ტექსტი უბრალოდ. და ეს რა თქმა უნდა ბევრ სხვა სიტყვაზეც გავრცელდება. თქვათ მეგობრებო რომ მწვანედ იყოს და იტალიკად რაღაც. ხო, ეს ლოკალური ფორმატირების შეცვლა შეგიძლიათ. ამა თუ იმ შემთხვევაში ეს გამოგადგებათ. თქვენით ახლა მე მინდა რომ ეს ივარჯიშოთ, მე რაც აქ გავაკეთე ეს გაიმეორეთ, აუცილებლად ხელის ქმედებები დაიმახსოვრეთ და ამაზე შეგვიძლია დღეს გავჩერდეთ. ხო? ანუ ძალიან ბევრი ნაბიჯი არ გადავდგით, არ გვეჩქარება, ეს ვიდეოები არის, თქვათ, და შეზღუდული დროში ავართ, არაფერი, ხო? ახლა რაც გავაკეთეთ ივარჯიშეთ, თუ თქვენთვის ახალია, უფრო მეტი ივარჯიშეთ, ხო? ამ მასალის დაუფლებაში წარმატებას გისურვებთ და შეგნახავთ მომავალ ვიდეოში. დროებით.